ეს რუსეთის მიერ წამოწყებული ომის კადრებია. საქართველოში რუსეთის საოკუპაციო ჯარის შემოსვლას წინ ქართველი მებრძოლები აღუდგნენ. აშკარად უთანასწორო ბრძოლაში ქართველებმა რუსებს თავი დაამახსოვრეს. იყო ბევრი წარმატება, მაგრამ თითოეული წარმატება აგრესორებისთვის მოულოდნელად ქართველების თავდადებით მიიღწეოდა. ეს სამხედროები მეხუთე ქვეითი ბრიგადის 53 ბატალიონში მსახურობენ. მათი ბატალიონი ცხინვალის რეგიონში განვითარებულ მოვლენებში ერთ-ერთი პირველი ჩაება. იმ დროს, როდესაც აგრესორებისგან ქართული სოფლები იბომბებოდა, მოსახლეობის დაცვა სწორედ ამ სამხედროებს დაევალა. ვაში დილით მიიღო ბატალიონმა ესეთი დავალება, რომ დაეკავებინა ზემო ფრიზის მიმდებარე ტერიტორია, სადაც იყო განლაგებული მოწინააღმდეგის артиლერია. რუსები ხსნიდნენ ცეცხლს ქართული სოფლების მიმართულებით, ძირითადად იბომბებოდა ამ მიმართულებიდან ქურთა, თამარაშენი, კეხვი. ქვედანაყოფის პირადმა შემადგენლობამ შეძლო მასზე დაკისრებული დავალების შესრულება. ეს უკვე წვერი ახოს მთაა. აქ ოკუპანტებს კარგად გამაგრებული პოზიციები ეკავათ. მეხუთე ქვეითი ბრიგადის 53 ბატალიონის მეთაურის მაიორ გელაჭედიას მიერ კარგად დაგეგმილი შეტევის შედეგად აგრესორები უკუიქცნენ. თუმცა რამდენიმე საათში ბატალიონის შტაბში ინფორმაცია მოდის. შემოსული იყო მოწინააღმდეგე და განლაგებული იყო პოზიციაზე, დავკავშირდი რაციით და მოახსენ, რომ ეგრე მდგომარეობა როგორ მოიქცეთ, რომ მეთაურს ყველაფერს ვახსენებდა მის გადაწყვეტილებით მოქმედებით. მისი პასუხი იყო რაციაზე გახსთან ცეცხლით დამახმარებელი ჯგუფი მზადთა მოვდივარ ეგრევებდა, სადღაც წუთნახევარ ორ წუთში უკვე ჩემ გვერდში იყო ის და ჩავედით უშუალოდ შეხებაში მოწინააღმდეგესთან. მაიორი ჭედია ამ შემთხვევაშიც სწრაფად მოქმედებს. თანამებრძოლების თანხლებით იგი პოზიციას იწვლის და მონხტურ მტერს პირველი ეკვეთება. ბრძოლა ძალიან ახლო მანძილზე გამვითარდა. მაიორი დაიჭრა. მეთაურის მოქმედება და რეაქცია იმ მომენტში ყველასთვის სამაგალითო იყო პიროვნება, რომელიც თვითონ ხელმძღვანელობდა უშუალოდ ამ ოპერაციას, თვითონ ღებულობდა გადაწყვეტილებას და ყველა ეს ოფიცერი, სერჟანტი და ჯარისკაცი მაგალითს ღებულობდით მეთაურისგან. მეთაურის დაჭრის შესახებ პირველმა მისმა ძმამ გაიგო. ხვიჩა ჭედია ძმის დასახმარებლად მიდის. მაიორი გელაჭედია დაიღუპა. ჩავედი და აზრზე იყო, მაგრამ ლაპარაკეთ ვერ ლაპარაკობდა ვერაფერს. შეუძლებლად გამოვიყვანეთ ჯარის დახმარებით, შეგვიძლია გამოვიყვანეთ ისეთ ადგილას, სადაც თვითონ ცეცხლი ვერ გწდებოდა რა. და რა ვიცი, გადარჩენა ვერ მოახერხა. სამშობლოსთვის თავდადებული მაიორის სახელს ბევრი საბრძოლო წარმატება უკავშირდება. მაიორის შესახებ მისი თანამებრძოლები ასე საუბრობენ. მას უბრალოდ შეეძლო მართვა განეხორციელებინა იქიდან, უბრალოდ დავალებები მიეცა 100 მეთაურებს, 20 მეთაურებს და უბრალოდ კავშირი ქონებოდა მათთან და ისე ხელმძღვანელა, მაგრამ ის უშუალოდ პირადად ჩავიდა იქ. არა მარტო ბრძოლის ველზე ყველგან მაგალითი იყო სამსახურშიდაც. თვითონ სამშვიდობიან პერიოდის დროსაც. მაიორ გელაჭედიას ორი შვილი დარჩა. მამის გმირულ საბრძოლო ისტორიებს წლინახევრის ლუკას და 4 თვის ანას დედა და ბიძები უყვებიან. მაიორი ჭედია სიკვდილის შემდეგ ვახტანგ გორგასლის პირველი ხარისხის ორდენით დაჯილდოვდა. აი რო განმეორდეს ეს მომენტი, გელაჭოცხალი და აი ეს პერიოდი ისე დაბრუნდეს უკან, იგივე სისამართლე თავში წერავდა სამართლს. მიუხედავად იმისა, 2 წელი დავთხი თუ ვიყავით ფეგნურები. საგმირო ისტორიებს სწორედ მაიორ ჭედიას მსგავსი სამხედროები ქმნიან. მათი თავდადების ამბავი თაობიდან თაობას გადაეცემა და ლეგენდებად რჩება საქართველოს ისტორიაში.